რა უნდა ვთქვა, რამდენი ხანია ვიძახოთ, რომ რეპრესიები არის დაწყებული და ესეც ფაქტი. კიდევ მე რამდენი ეს ხო პირველი ფაქტი არ არის, უბრალოდ კიდევ ერთი ძალიან თვალნათელი ფაქტია და თურმე სამის არ ჯერო და ახლაც არ დაიჯერებს, არ ვიცი, მაშინ ნუ დაიჯერებენ უბრალოდ და დაიჯერონ ის წვილი, როგორც ცდილობს ქართული ოცნება გაყალბებას ჩვენი რეალობის. თავის სამინისტროები. თეატრებისგან, რომლებიც აქამდე არ ეხმარებიან პროტესტში. არ ვიცი, ნახოთ, მე უკვე აღარაფერს აღარ ველი წინასწარ, ვცდილობ, რომ მოლოდინები არ მქონდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმედგაცრუება და ტკივილი ნახეთ და გამოვცადეთ. არა მარტო ახლა, მაგრამ ახლა ძალიან კაფიოდ და მტკივნეულად გავიარეთ ბევრი რამ. ყველა ჩვენი ქმედებით და ნაბიჯით ვცდილობთ, რომ ეს რაღაცნაირად ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ და ადამიანებს გავაგებინოთ და თუ კიდევ ვინმეს ეჭვიეპარება ამაში, ეს არ არის პირველი, მაგრამ არის ძალიან ისეთი, არ ვიცი, ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი რამ და თუ კიდე ახლა ვინმე ფიქრობს, რომ არა, რეპრესიები არ არის და ყველაფერი სხვაგან არის და თუ ვინმეს ჯერა იმ განცხადების, რასაც ჩვენი ეგრეთ წოდებული კულტურის მინისტრი ამბობს, ეს მართლა აბსურდი არის უბრალოდ და სასაცილოა და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ძალიან დამამცირებელია და შეურაცხყოფელი არის თითოეული ჩვენი ამ თეატრის მსახიობისთვის, კოლეგისთვის და მე მგონია, რომ სხვა თეატრის მსახიობებისთვისაც, რეჟისორებისთვისაც და სამხატვრო ხელმძღვანელებისთვისაც და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ცოტა უფრო სერიოზულად მიუძღებიან საკითხს და უფრო გულწრფელები იქნებიან პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში, იმიტომ რომ აუცილებლად ყველას მიადგება ეს რეჟიმი.